ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ძალადობა უნდა მოითმინოს. უახლესი კვლევის მიხედვით ამ მოსაზრებას გამოკითხული მამაკაცების 22%-ზე მეტი და ქალების თითქმის 17% ეთანხმება. მამაკაცების თითქმის ნახევარი კი მიიჩნევს, რომ ძალადობა ქმარსა და ცოლს შორის პირადი საკითხია და რომ ამაში სხვები არ უნდა ჩაერიონ. მამაკაცების 20%-ს კი სჯერა, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ქალი ცემას იმსახურებს. ახალი კვლევა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით ჩატარდა, გენდერულ როლებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას სწავლობს. დამოკიდებულება ამასთან მიმართებაში, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, ეს აზრი ჯერ კიდევ გავრცელებულია საზოგადოებაში და სამწუხაროდ პროცენტული წილი და კაცებსა და ქალებს შორისაც იზრდება, ვინც ეთანხმება ამ მოსაზრებას და სამწუხაროდ აი კვლევის ანალიზმა წაჩვენა, რომ ზოგადად ძალადობის, არ მინდა ვთქვა ნორმალიზება, მაგრამ აღქმა არის ცოტა არ არის სწორად გაგებული. აი ესეთი რთული საკითხი, როგორიც არის მაგალითად გაუპატიურების თემაც კი, აი ამ საკითხთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში ვხვდებით ისეთ მოსაზრებას, რომ თუ კი ქალს აუპატიურებენ, ესე იგი მან ეს რაღაცით დაიმსახურა. აი დამოკიდებულება თვითონ ქალის როლის მიმართ და ქალის სოციალური როლის მიმართ არის არასწორად აღქმული ჯერ კიდევ საზოგადოებაში. მათი წილი, ვინც თვლის, რომ ქალმა ოჯახის შენარჩუნებისთვის ძალადობა უნდა მოითმინოს, 2019 წელთან შედარებით კაცების შემთხვევაში 4%-ზე მეტით, ქალების შემთხვევაში კი თითქმის 6%-ითაა გაზრდილი. კვლევის მიხედვით მამაკაცების მეხუთედი ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში ქალებს სურთ, რომ გააუპატიურონ. კიდევ უფრო მეტი მამაკაცი ფიქრობს, რომ თუ ქალს აუპატიურებენ, ეს ნიშნავს, რომ მან რაღაც ისეთი გააკეთა, რომ თავი ამ მდგომარეობაში ჩაიგდო. ყოველ მესამე მამაკაცს კი ჰგონია, რომ თუ ქალი მოძალადეს ფიზიკურად არ ეწინააღმდეგება, ფაქტი გაუპატიურებად ვერ შეფასდება. ასევე თითქმის ყოველ მესამე მამაკაცს მიაჩნია, რომ გაუპატიურების შემთხვევებისას ისმის კითხვა. აქვს თუ არა გაუპატიურებულ ქალს ცუდი რეპუტაცია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მამაკაცების რაოდენობა, ვინც გაუპატიურების შემთხვევებს ქალის დაუდევრობას უკავშირებს, 14-დან 21%-მდე გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით გაზრდილია მათი რაოდენობაც, ვინც ეთანხმება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ბოლო სიტყვა მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო ქალი ამ გადაწყვეტილებას ეჭქვეშ არ უნდა აყენებდეს. 2019 წელს ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 50% ეთანხმებოდა. 2024 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 57%-ია. თითქმის 10%-ითაა გაზრდილი იმ რესპონდენტების წილიც, ვინც მიიჩნევს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა პროფესიული განვითარება. ამავდროულად გამოკითხულთა 62% თვლის, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა. კვლევაში გამოკვეთილია, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მხარს ახალგაზრდა თაობა უფრო მეტად უჭერს. ერთის მხრივ, რაც ძალიან წამახალისებელია, ეს არის, რომ არსებობს მეტი მოლოდინი რესპონდენტების მხრიდან, რომ ქალები უნდა იყვნენ უფრო აქტიურნი ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არის ორი ძირითადი მამოძრავებელი თანასწორობისა საქართველოში და საერთოდ ნებისმიერ საზოგადოებაში. მეორეს მხრივ, რაც გამოჩნდა ასევე მონაცემებიდან, არის ის, რომ არის ძალიან დიდი განსხვავება თაობებს შორის. აი ახალგაზრდები უფრო პროგრესულად აზროვნებენ, უფრო ლიბერალური შეხედულებები აქვთ ვიდრე ვთქვათ ასაკოვან ადამიანებს, რომლებიც უფრო ტრადიციულ მიდგომებს იზიარებენ. საინტერესოა სხვა ტენდენციებიც, რომლებიც 2024 წლის მონაცემების წინაწლების მონაცემებთან შედარებით გამოიკვეთა. მაგალითად ის, რომ 2019 წელს მშობლების სახლის თანაბრად განაწილებას მამაკაცების 60% უჭერდა მხარს, ხოლო 2024 წელს ეს მონაცემი 51%-მდე შემცირდა.